ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. სამშვიდობისა თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9 ეს არის გადაცემა შუა კვირა. თეონა გეგელიასთან ერთად ყოველ ოთხშაბათ საღამოს 7 საათზე თქვენ უსმენთ გადაცემის სტუმრების მოსაზრებებს კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. პოლიტიკა, საზოგადოება და რელიგია იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და ის მთავარი აქცენტები, რასაც რელიგიური დღესასწაულის კვირაში საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები აკეთებდნენ. ჩვენი სტუმარია საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ორი რამ გახდა კამათის და დისკუსიის საგანი ამ კვირის განმავლობაში. ერთი ეს იყო პრემიერ-მინისტრი ლიტურგიაზე და მისი ფოტოს გამოქვეყნების მიზანშეწონილობა, სადაც ის დაჩოქილი დგას ეკლესიაში და აღდგომის ტაძარში ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა. ეს ასე ვთქვათ, დასაჯერებელი, ანუ ეს სასწაული არის სასწაული თუ სინამდვილეში რაღაცა ეს რა ქვია ანუ რა ქვია მას, ანუ სასწაული თუ რაღაც მოგონილი ამბავი, შეთხზული ამბავი. ეს ორი თემა იყო მთავარი. ძალიან საინტერესო ორივე თემა, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ არის საინტერესო ამ შეკითხვის დასამთავრებლად, რატომ გამოიწვია ამ ორმა ფაქტმა წელთან მაინდა-მაინც ესეთი? ჩემი აზრით ორი ასპექტი აქვს ამას. ერთი ის, რომ ნაწილობრივ ეს არის თემა, რომელიც ყოველ წელს ტრიალებს და არ ფარდება. მაგალითად ყოველ წელს აქტუალურია ხოლმე რაღაც მარხვის თემა, როდის უნდა იყოს შობა 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს და ანუ არ სრულდება. ეს ძალიან გავს სოციალურ ქსელში. ხანდახან ტალღა რო წამოახოლმე ხო რაღაც ახალი ამბის, ძველი ამბის, მაგრამ ვიღაცები რო ხან ნახავენ და უცებ რო გაავრცელებენ და კიდევ ვიღაცები აიტაცებენ და ამდენს რო უკვე კარგად დავიწყებული ძველი. აი მაგალითად აი სულ უახლოესი ეს იყო BBC-ის სიუჟეტი ქართველებთან დაკავშირებით, როგორ დადიან სასაფლაოებზე და იქ რაღაც უფრო შლიან. და 3 წლის წინანდელი თუ 2014-ის. მაგრამ აი ვიღაცებმა ეხა ნახეს, გაავრცელეს. ანუ არის თემები, რომელიც არ სრულდება. ზუსტად ესეთი თემა არის ქრისტეს აღდგომის თემა, რომელიც 2000 წელი არ სრულდება და რომელიც ნამდვილობაშიც აღდგომის ნამდვილობაში შეაქვს უამრავ ადამიანს, თქვათ, ეჭვი, ხო? მათ შორის ესეთ ადამიანებს, როგორც არიან ქართველების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თქვათ შეიძლება კვარცხლაძღებავენ, რაღაც ეკლესიაშიც მიდიან, რომელთაც ეს ტრადიციაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი გამოკითხვებით ეკლესია არის პირველ ადგილას, საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისით, საინტერესო ფენომენია ეკლესიის საზოგადოებრივი ნდობა, მაგრამ ამის მიუხედავად ნამდვილად ეკლესიური ცხოვრებით რაღაც რასაც მართლა გულისხმობს ეს ცხოვრება ადამიანი ცოტა, სულ რამდენიმე პროცენტი ჩემი აზრით იქნება საქართველოში, ალბათ სოფლიოშიც იგივეა, დანარჩენი ჩვენ უბრალოდ გვაქვს ეს ლოიალობა ეკლესიის მიმართ. და სწორედ აღდგომის საკითხს უკავშირდება ესეთი გამოთქვა, რასაც ქვია ქრისტე აღდგა და პასუხი არის ჭეშმარიტად აღდგა. ზუსტად ეს ადამიანები მე არ ვიცი რამდენად ფიქრობენ იმ ფორმულაზე, რომელიც თან ახლავს სამსიტყვების წარმოთქმას. მაგალითად არ არის ხო იგივე გამოთქვა, რომ ქრისტე იშვა და ჭეშმარიტად იშვა. მიხედავთ რომ ქრისტეს შობა სასწაულთან არის დაკავშირებული და ვერ შეაქვს ეჭვი როგორ შეიძლება და ქალწულისგან შობილიყო. ამ შემთხვევაში თავარი რაზეც ქრისტიანობა დგას, ეს არის აღდგომა და როგორც პავლე მოციქული ამბობს, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა თუ აღდგომა არ მოხდა. და ზუსტად ეს არის მთავარი სასწაული, რაც მოხდა, რისიც წამს და წამს ეს მთავარი ნაწილიც ეს არის, რომ ქრისტიანს წამს იმისი, რომ ეს ქრისტე აღდგა. თუ კი ქრისტე აღდგა, ყველაფერი დანარჩენი არის ჯერჯერობით მეორე ხარისხოვანი და სავსებით შესაძლებელი. ამ მხრივ აზრს კარგავს თვითონ დისკუსია იმაზე, რომ აი ეს ცეცხლი ხა ნამდვილია როგორც გადმოდის თუ არ არის ნამდვილი. აი თქვათ სიტყვაზე დაუშვათ ის, რომ რომელიღაც პატრიარქი თქვათ იყო ესეთი რუსულ პრესაში უფრო გახმაურდა. ესეთი შემთხვევა თორსტები 2008 წელს რუსი ჟურნალისტები შეხვდნენ იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს და რომელმაც მაინც და მაინც დიდი აქცენტი არ გააკეთა იმაზე, რომ ეს არის სასწაულებრივი ცეცხლი გადმოდის და უფრო რაღაცა რიტუალი უწოდა ამას, უფრო რაღაცის და ესოდა შოკის მომგვრელიო. და ჩემ ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ ეს უბრალოდ ეგეთი წესი სრულდება. თქვათ, რომ ვიღაცა პატრიარქი ამას ანთო ხელოვნურად ეს ცეცხლი ხო რაღაც ანთებელად. ეს გამორიცხავს იმას, რომ სხვა საუკუნეში ადრე რომელიც ჩვენ არ გვახსოვს და თვალით არ გვინახავს
რომ ეს ცეცხლის ასწავლებლად არ გადმოდიოთ. ანუ ისევ წმენის საკითხში გადავდივართ და ეს დისკუსია, ეს ნამდვილობის აბსოლუტურად აზრმოკლებულია. ის ადამიანების ის კატეგორია, რომელსაც აბსოლუტურად სკეპტიკურად უყურებს რელიგიას, გარკვეულ სარწმუნოებას, სასწაულს, ის ამას არასოდეს არ ირწმუნებს და ეს ხა ისტორიულად დამტკიცებულია, თვითონ სახარებაში კი წერია, არცევს იგავი ა აბრაამისა და ისა ლაზარის შესახებ, როდესაც ვთქვათ, უფალი ეუბნება, მდიდარი იყო აბრამი, გარდაიცვალა, მდიდრისა და ლაზარის შესახებ თუ არ ვსწრები. ხო, და ის ეუბნება, რომ აბრაამის წიაღში მოხდაო და არასდროს არიც რო აღდგესო, მაინც არ დაიჯერებენ ეს ადამიანებიო და შესაბამისად სხვადასხვა მოტივებით არის ეს განპირობებული, აი ამ რწმენის მიმართ დამოკიდებულება და ეს აღდგომის თვითონ ტერმინთან დაკავშირებითაც იყო ხო ეს ხო ეს რამ სამი სასწაული ხდება სამი სასწაული ხდება რომ ეს თქო აღიარებულია სასწაულად ერთი არის წმინდა სესწყლის გარდამოსვლა მე ნათლისღებისას იორდანეს უკუქცევა რაღაც მომენტში და ფერიცვალებისას მთაზე თაბორის მთაზე ეს ღრუბელი ჩამოდის მე ნამყოფი ვარ იერუსალიმში ამ სესწყლის გარდამოსვლას იქ რა თქმა უნდა არავინ არ შედის და იქ ვერავინ ვერ ხედავს ეს სესწყლის გარდამოსვლა როგორ ხდება ვიცით ტექნიკურად მე ადრე მომიყვნენ ეს რანაირად ხდება იმიტომ რომ იქ ეს ყოველთვის დაფარული არის ამ ზეთის კეთილსურნელოვანი ზეთით და ხდება ამაში ამოვლებული ბამბის ფრთილების დადება და ის აალდება და ამერიკიდან გადმოდის სანთლით უკვე იღება ცეცხლი ჟუტავი ჩნდება და მაგრამ ნუ შიგნით ახლა ეს არავინ არ უნახავს და ვიცი დაანჩენია ეს გარდამოცემით რომ ეს ხდება და ამის ჩვენ გჯერა და ეს წმენის საკითხია ხო წმენის საკითხებზე ასე აი წმენის საკითხი მაგრამ ეს არის წმენის ცენტრალური საკითხი ჩვენი სარწმუნოება იმითი არ არის განპირობებული ცეცხლი გადმოდის თუ არ გამოდის ჩვენი სარწმუნოება განპირობებულია იმითი ქრისტე აღდგა თუ არ აღდგა თუ ადამიანს არ წამს ქრისტეს აღდგომის ის ადამიანი შეიძლება ითქვას რომ ქრისტიანი ნამდვილად არის და თუ ამას ვერ დაამტკიცებს მაინც ხო და ამის დაამტკიცების საჭიროებას არ არსებობს ეს არის არასდროს მაგრამ რომ იყოს საჭიროება ხო მაინც ვერ დაამტკიცებს არა ნუ ამის ხო და მაგას ვამბობ სამაგერო ჩვენ ისტორიულად ვიცით რომ სპეკულაციები სწორედ აღდგომის შესახებ დაწყებული არის იმ წუთიდანვე როგორც კი ქრისტე ჯვარს აცვეს და შემდეგ აღდგა და აქედან მოდის აი 1 აპრილის თემაც აქედან მოდის იმიტომ რომ რეალურად ის 1 აპრილი იყო და რატო ითვლება მაგალითად დღეს 1 აპრილი რაღაც მოტყუების დღე ეს აქედან დაწესდა ზუსტად ეს იმიტომ რომ ამათო პირველად ებრაელებმა მაშინდელმა ებრაელებმა თქვეს რომ ეს მოიპარეს ეს გვამიო და ეს ტყუილის დღეა და იმიტომ აღდგომის დღე ყველაზე წმინდა დღე ქრისტიანებისთვის ეს შეირაცხა ტყუილის დღე უბრალოდ რეალურად თარიღებში ეს აღდგომის დღე იყო 1 აპრილი და სამისად იქიდან მოყოლებული მოდის ეს რომ 1 აპრილი არის სადაც იცრუის დღე და ამ დროს არის სინამდვილეში პირიქით ხო ანუ ეს ბრძოლა რა თქმა უნდა ქრისტიანობის ნამდვილად მუდმივად ხდება ეს არის მუდმივი თემა და სანამ ქრისტიანობა იარსებობს ეს მუდმივად იარსებობს სპეკულაციები ან ამ თემაზე ან რაღაც სხვა თემაზე და ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს მონაკვეთი როდესაც რაღაცა საკითხებით არ ხდება ის ამ ეკლესიური თემის ცხოვრების ამღრევა ყოველთვის არის ეს არის ხანდახან ღრმა საკითხები როგორც არის ხატის თაყვანისცემა იქნება თუ სხვა დოგმატური საკითხები თუ არის შედარებით ზედაპირული საკითხები შუა საუკუნეებში ეს იყო თემა რომ რამდენი ეშმაკი დაეტევა ნემსის წვერზე და დღეს არის ეს საკითხი რომ არ ვიცი რა როგორ შეიძლება გალობა თუ ჯიპში უნდა იჯდეს თუ არა სასულიერო და ასე შემდეგ ეს არის მარადიული თემა არის მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი რასაც ქვია პოლიტიკოსების ქცევას არა ეს ამაზე რეკლამის შემდეგ ვილაპარაკებ მანამდე პირველ დაკავშირებულია ჩვენი საზოგადოების განვითარებასთან ის პირველი არ დამთავრდება არასდროს გასაგებია რომ ეს მუდმივი თემაა შესაძლებელია ეს დავა მაგრამ მე ყველაფერი ეს მაგონებს თან უბრალოდ მაგონებს არა მაგრამ რა განცდა მიჩნდება ასეთ დროს ანუ ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ქსელში მაგალითად ამაზე დავობს რომ ეს ცეცხლი ნამდვილია თუ არა მე მეჩვენება რომ ეს ხალხი რაღაც დროს არის აცდენილი თუ დროს ჩამორჩენილი რაღაც ძალიან ისეთ თემებზეა დავა რომელიც მგონია რომ სადღაც სხვაგან დიდი ხნის წინ დასრულდა თუნდაც ქრისტიანობის წიაღში და აი ამ ეკლესიურობის და ამ სასწაულებთან დაკავშირებით ხო შეიძლება უფრო რაღაც უფრო საინტერესო დავები არსებობდეს სხვაგან და არა ის ეხლა ცეცხლი ნამდვილია თუ არა
არის შემიგანცდა ასე ვთქვათ ადეკვატური თუ არა, იმიტომ რომ რაღაც ძალიან პრიმიტიულ თემებზე ხდება აქცენტის გაკეთება და თითქოს ვითომ მსხრევენ სტერეოტიპებს. აი რაღაც ასეთი განცდება. ისე იბრძვიან ამის დასადასტურებლად. ეხლა მე შევესწარი რამდენიმე ლამის შუბს ქსელში, სადაც ადამიანები ერთმანეთს აი უშვერად ლანძღავდნენ იმის ცეცხლის ნამდვილობა არა ნამდვილობის გამო და ეს რაზე მეტყველებს. თან საზოგადოების არა ის ნაწილი, რომელიც ვიღაც უცნობი ადამიანებს, საკმაოდ ცნობილი ადამიანები, რომელსაც პრეტენზია აქვთ რაღაცაზე, რომ რაღაც იციან, რაღაც მართავენ. ეხლა ამ თემის განხილვაში ჩვენც რო შევიდეთ, ჩვენც გარკვეულად სპეკულაციაში შევალთ, იმიტომ რომ არანაირი საშუალება არ არსებობს არც იმ ხალხმა არც ხომ რომ ეს შეამოწმოს, ხო? იმიტომ რომ ამას ეს ხდება რაღაცა, რაც ეს ხო არის რაღაც ქიმიური რეაქცია, რომელიც ადამიანი ლაბორატორიაში ხო და აი მაგაზე გადავიდეთ, მაგრამ მე რას ვიზახი საგანი ეს ხო არის რაღაცა ფიზიკური რეაქცია, ხა ვთქვათ ასტრონომია ფლობს რაღაც გარკვეული იარაღებს იყურება გალაქტიკაში ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ ეს ხელმისაწვდომია, ხო? რაღაც ქიმიურ ცდას ლაბორატორიაში ჩაატარებ, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთადერთი ადგილი პლანეტაზე, ერთადერთი წერტილი, ერთადერთ დღეს და მხოლოდ ერთი ადამიანი შედის და ეს მხოლოდ იმან იცის როგორ ხდება. ანუ ამის გაზომვის არანაირი საშუალება არ არსებობს, ხო? იგივე ადამიანებს რო უთხრათ რომ რას განიცდის ამერიკის პრეზიდენტი, ამერიკის პრეზიდენტების ინტერვიუებიდან ვიცით რომ წარმოუდგენელი ამ განცდას ვერ აღწერ, რაც ნიშნავს როცა ხდები პრეზიდენტი, შედიხარ თეთრსახში, ჯდები ოვალურ კაბინეტში და რა გეუფლება იქ ეს შეიძლება იცოდეს ხოლმე ადამიანი ვინც ეს გახდა, რაც არ უნდა იყო ნამყოფი ამ კაბინეტში, ხო? ხო და წარმოუდგენელია ეხლა ამაზე რო ხდება შეკრება. ამიტომ რომ გადავიდეთ სპეკულაციაში და ამის ანალიზში, იდეაში ჩემი აზრით ეს დაკავშირებულია რაღაც შინაგანი, არ ვიცი, რაღაცა მის განცდასთან, რომ აი შენც რაღაც მართალი ხარ, იმიტომ რომ ის ადამიანები ვიღაც ადამიანი შეიძლება თვლიდეს, რომ ცირა თუ ეს ცეცხლი გადმოდის, ეს არის მათთვის დასტური მისი, რომ ყველაფერი დანარჩენი ჭეშმარიტია და შემდეგ არსებობს გარკვეული საფრთხე მისი, რომ უკვე უგაშუქებს ცხოვრების წესს. იქნებ მე არა, ესე იგი მე არასწორად ცხოვრობ და როგორ შეიძლება ესე იყოს პლურალისტ თუ საფრთხე მე უფლება მაქვს ვიცხოვრო ისე როგორც მე მინდა და მაგრამ როგორ ვიცხოვრებ ესე თუ იქ ცეცხლი გადმოდის, ესე იგი რაღაც ჭეშმარიტება არის, ესე იგი მე ასწელია ამ ჭეშმარიტებას და ჩვენთან მუდმივად ქართულ რაღაც ესე ვთქვათ დებატებს მუდმივად ახლავს რაღაცა ზაფრი მტკიცება მისა რომ ხოლმე შეიძლება იყოს მართლა ეს დაკავშირებულია ჩვენს ორპოლუსიან აზროვნებასთან, რასაც იგივე პატრიარქი ეძახის კატეგორიულ აზროვნებასთან, რომელიც შეიძლება იყოს ანშავი ან თეთრი, რა თქმა უნდა თითოეულ ადამიანს აქვს პრეტენზია რომ ის თეთრ მხარეს იმყოფება, ანუ მის პოზიცია მართალია და მეორე ადამიანი თლიანად ცდება და ჩვენ გვიჭირს კონსენსუსით ცხოვრება, ჩვენ გვიჭირს რაღაც საერთო მის ანუ ვიცხოვროთ ერთსულოვნებით და ჩვენი განსხვავებულობით. იგივე განსხვავებულ აღსარებლობას არ არის ერთი აღსარებლობის შიგნით, მაგრამ განსხვავებული შეხედულებით. აი ეს განსხვავებულობთა ერთობის მიღწევა ჩვენ გვიჭირს და ჩვენ მხოლოდ გამოსილება გვაქვს იმ მიმართულებით, რომ კატეგორიულად ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე და შემდეგ მეორე უნდა დამასწროს. აი ხო რეკლამის დროა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ მე მაინც დავუბრუნდები ისევ ამ თემას, მე მგონია რაღაც პოლიტიკური მოდის თემაც ეს ეკლესიის საკითხებზე დავა. მე მაქვს ახალი ტერმინი მოფიქრებული და რეკლამის შემდეგ გითხრანი. ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვლაპარაკობთ იმ დისკუსიაზე, რომელიც სააღდგომო კვირას სოციალურ ქსელში იყო, რაზეც კამათობდნენ და მაგალითად ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამის იყო ცეცხლზე, ასე ვთქვათ, ამ სასწაულებრივ ცეცხლზე დავა, ნამდვილი ეს ცეცხლი თუ არა. მე შესავალში კითხე ეს ადამიანების თვითონ ინდივიდუალური რაღაც განცდები და ტანჯვები ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ დღევანდელ დღეს კონკრეტულ მომენტში ამ პოლიტიკურ გარემოში ასეთი ტიპის დავები ხომ არ არის რაღაც პოლიტიკური მოდის ნაწილი. აი რაღაც ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიებით ჩაანაცვლონ ეს რელიგია და ამის რაღაც უპირატესობა მოიპოვონ. ზირთად ამ ტიპის ადამიანებს შორის იყო ეს დავები სხვათა შორის. და ეს არ არის რაღაც უბრალოდ ვიღაცების, რა ქვია, ანუ რწმენა რამდენად მტკიცია თუ არ არის მტკიცე და პირადი რა ტანჯვებია. ხომ არ არის ეს მართლაც რაღაცა ესეთი პოლიტიკური ტრენდის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პრიმიტიულ კონკრეტულ საკითხებზე მიმდინარეობს, რომ ამიტომ რჩება ასეთი დაბეჭდილება. ეს არ არის რაღაც ღრმა დისკუსია. პოლიტიკური ტრენდი დღეს ნამდვილად ატარებს შემდეგ ნიშნებს, რომ ადამიანთა ან რაღაც გარკვეული ადამიანთა ჯგუფების პოლიტიკური ორიენტაცია იძენს უფრო და უფრო მასშტაბურ ხასიათს. ანუ ადამიანთა პოლიტიკური გემოვნება,
ან იდენტობა, ან რაღაცა ორიენტაცია, ეს კი არ არის ადამიანის მხოლოდ რაღაც ცხოვრების ერთი ნაწილი. ისევე როგორც ადამიანის გაშინა რაღაც სამსახური, ჰობი, მერე ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ანუ მის რაღაც სხვადასხვა სოციუმები, წრეები და შესაბამისად იქცევა, ხო და შეიძლება ეს რაღაც მრავალფეროვნება შეიცავდეს. ის სხვადასხვა მიმართულება უფრო და უფრო ხდება ერთიანი და გარკვეული პოლიტიკური ნიშნით აღბეჭდილი ჯგუფები, საერთო პოლიტიკური ნიშნით აღბეჭდილი ჯგუფების უფრო და უფრო თავის ესე ვთქვათ ნარატივს ხდებიან უფრო გლობალურს და ეს წუდება რომ თუ შენ ხარ გარკვეული პოლიტიკური იდენტობის მატარებელი, ის ავტომატურად გულისხმობს რომ შენ საზოგადოებრივად როგორი უნდა იყო, როგორი მოქალაქე, როგორი მეგობარი, როგორი ცოლიან ქმარი, როგორი საყვარელი, აი ყველაფერი უნდა იყოს აღბეჭდილი რაღაც საერთო ნიშნით. ამიტომაც პოლიტიკური ორიენტაცია თანდათანობით ხდება ამის გარდაქმნა პოლიტიკურ აღმსარებლობად. ანუ აკი ჩვენ კი არ ვაქვს ცალკე შენ შეიძლება გქონდეს რელიგიური აღმსარებლობა და აქეთ გქონდეს რაღაცა შენი პოლიტიკური ორიენტაცია. არ ხდება უკვე პოლიტიკური აღმსარებლობის მიღება და შენ უკვე საერთო ნიშნით უნდა აი როცა საუბარია თქვა რომ ისინი ეს პოლიტიკაში ამნაირ ადამიანს რო კითხო გეტყვის რომ რა თქმა უნდა პარტიაში შეიძლება იყვნენ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები, რაღაც მუსლიმური ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში როგორც წესი აი ესეთი გემოვნების ჯგუფებში მხოლოდ ფორმალურად შეიძლება იყვნენ ვიღაცა მაჰმადიანი ან სხვა იეღოველი. ანუ მათი რელიგია პარტიული. მაგრამ ესენი ზედა მხოლოდ ტრადიციულად შეიძლება ეს ატარებს. იქ თავარი ის არის რომ უმაღლესი რელიგია ის არის რომელიც ცნობს რომ აი ყველა საერთო აქ რაღაცა ერთი მე მილაპარაკია ესეთ ადამიანებთან და რაღაცა ცოტა გაოცებული ვარ ის როგორ იგივე ტიპის საუბარი მქონია რომ აი ისი რა არის შენ კი ხარ შენი კითხვი რომ თქვა შენი რელიგია ჭეშმარიტია მაგრამ ამ დროს ისიც ჭეშმარიტი უნდა იყოს. მე თუ ვთვლი რომ ამას როგორც გარკვეული აღსარებლობის მქონე მე თუ ვთვლი რომ ჩემი რელიგია ჭეშმარიტია რანაირად ვთვლი რომ იმისია, მაგრამ აი იმ რაღაც პოლიტიკური რაღაც კონიუნქტურაში ესეა რა. ის რასაც ქვია ეს პოლიტიკური კორექტულობა. აი ძალიან კაფეო ზუსტად აღდგომასთან დაკავშირებით შეიძლება მოგიყვან ძალიან კაფეო მაგალითი სად გამოიხატება ეს. მას შემდეგ რაც თქვა ჩვენ საბჭოთა კავშირამდე დრო არ გვახსოვს და საბჭოთა კავშირში ცხადი ახლა ეკლესია პრაქტიკულად დევნილი იყო რა ლიტურგიის გადმოცემა და მაგრამ მეც კი ბავშვობიდან მახსოვს ხო ეს საფლავზე მიდიოდი წითელი კვერცხი რაღაც აღდგომა აი ეს თემა ყოველთვის იყო ხო ვერაზოს ვერ მოისპო ეს ხალხში და ეს არასდროს არ შეწყვეტილა იმის თქმა რაც ქვია ქრისტე აღდგა საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს ესალმებოდა ადამიანი. ანუ აღდგომასთან ღრმად არის ეს დაკავშირებული ეს მიმართვა აღდგომისასაც კი მე მახსოვს საბჭოთა კავშირი იყო ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა. მაგრამ დღეს აი პოლიტიკურა პოლიტკორექტულობა დღეს რა გააკეთა. ხდება ესეთი მილოცა გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. ან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ანუ ქრისტე კი არა აღდგა, არამედ ეს აღდგომა არის რაღაცა ეთნიკური დღესასწაული, რომელსაც აი როგორც ულოცავით რაღაც ვიღაც სხვა დაბადების დღეს მაგალითად. ან აფრიკაში შეიძლება ვიღაცას მიულოც. ანუ აქცენტი ხდება რაღაც დღეზე, რომელიც ვიღაცისთვის იმ დღეს არის დღესასწაული და არა უშუალოდ იმ დღესასწაულისთვის, ხო? ანუ ეს უმრავლესობა ადამიანები, ვინც მიმართავენ ტრადიციულად, თქვათ ეს ქრისტიანები არის. მაგრამ აი ეს პოლიტკორექტულობა და გადავიდეთ ახლა საჯარო პირებს. აი რა უნდა ქნას საჯარო პირმა პირველ რიგში, რომელიც არის თქვათ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, რწმენით, ნამდვილად რწმენით და სად გაავლოს ეს ზღვარი? ამ მიმართვისას და ხავს თანამოქალაქე და დიდი რაოდენობა, რომელსაც იგივე რწმენა აქვს. უნდა მიმართოს თუ არა მან ამ თავის თანამოქალაქეებს ქრისტე აღდგათი, თუ უნდა უთხრას რომ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. აი რთულ ამაზე პასუხი ხარ არსებობს, ძნელი ამაზე პასუხის გაცემა. ეს თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული და მე შენ რო სოციალურ ქსელში ნახე აი ეს დისკუსიები მე წავაწყდი ესეთ ფრაზებს რომ იცი რა არის ესე იგი მოდი საერთო ტრანსლაცია შევწყვეტოთ აღდგომის. იმიტომ რომ აი ვიღაც პოლიტიკოსები კეკლუცობენ, იქ ვიღაცა იჩოქებს, შემდეგ ეს ზეგავლენას ახდენს მათი აზრით ვინც ამას აკრიტიკებს ამ მომრჩეველზე. და მოდი არ გვინდა ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრცე გავხადოთ სტერილური. და ამ სტერილურს და მე არ ვიცი, ეთქვა ეს არის ალბათ სტერილური ადამიანების სურვილი, იმიტომ რომ თვითონ მისთვის რა თქმა უნდა დისკომფორტი იქნება ეხა რომ და ზუსტად გვხვდება რომ იქნება ხელოვნური რომ მივიდეს და იგივე გააკეთოს, ხო? სხვა რო აკეთებს გულწრფელობაში ალბათ ეჭვიეპარება და ნუ სამსახიობო შესაძლებლობაში არა რომ ის ძალით აკეთებს და ამიტომ უპირატეს მდგომარეობაშია. ოღონდ ესე რატო ითვლება ესეც არ მესმის, იმიტომ რომ ამას სხვა ადამიანი თვითონ გაჟჯის, ხო, ამორჩეველი იქნება რაღაცა რწმენის მატარებელი ან ასე შემდეგ სხვა ადამიანი. აი ეს
მომენტი ეს აღდგომის ან სხვადასხვა სწავლის მომენტი ყველაზე მკაფიო თამაშს აჩენს და აქ არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი. ეს არის ყველა იმ საჯარო პირის პირადი არჩევანი და გადაწყვეტილება თუ რაღაცა ფორმა, რას როგორ გააკეთებს რა. და აქ არ არსებობს ინსტრუქცია ისევე როგორც ამ სამყაროში მიწიერ ცხოვრებაში ძნელია ჩვენ შევიმუშაოთ პოლიტიკური ურთიერთობების ისეთი ფორმა, რომ მორჩა ყველანაირი პრობლემა დაამთავრდეს, ორაზროვნება გაქრეს და ვიცხოვროთ უკვე რაღაც. მაგრამ არ არსებობს ასეთი სტერილური გარემო ერთ რაღაცა ყოველთვის ანაცვლებს ერთი როქრება მე ის რაღაც უნდა ჩანაცვლეს აუც ესეა და რატომ არის ეს დღესასწაულები ასეთი სადავო ხოლმე მე ვერ ხვდები ანუ რა არის თუნდაც ამ ტრადიციაში ასეთი მიუღებელი რაღაც ჯგუფებისთვის ჩვენ მივედით საინტერესო ადგილას ანუ პოლიტიკოსების კეკვუცობა ახსენეს შენ და პრემიერ-მინისტრის ფოტოს მოყვა დიდი გამოხმაურება მიუხედავად იმისა რომ ყველა პოლიტიკოს ყველა აღდგომაზე ყველა ამ ქვეყნის მმართველს ჩვენ ქსელში თუ არა ტელევიზორში მაინც ხედავდით ხოლმე ეკლესიებში რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ ამ თემით დავუბრუნდით ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი არის გურამ ნიკოლაშვილი ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიური დღესასწაულის კონტექსტში პოლიტიკაზე და საზოგადოების ასე ვთქვათ აქცენტებზე და რეაქციებზე პრემიერ-მინისტრის ფოტო რომლის გარშემოც იყო ასეთი აურსაური ეს რეაქცია რამდენად ადეკვატური იყო და ვიცი ზუსტად რომ აღდგომას არის გადაღებული სავარაუდოდ. ნუ ყოველ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ასე ჩამოყალიბდა აზრი რომ ეს იყო არ ვიცი ლიტურგიის დროს მე მგონი აღდგომის ღამეს, რატომ იქ შეცდომა იყო მე როგორც ვიცი. აღდგომის ღამეს დაჩოქება არ ყოფილიყო ადამიანი. ხო, ანუ ეს ფოტო შეიძლება არც არის. არ ვიცი, ვინ გადაიღო, ვინ გაავრცელა. ჩემი ინფორმაციით ეს გაავრცელა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა და ეს მის ოფიციალურ გვერდზე ატვირთული არ ყოფილა. მე ასე ვიცი. ყოველ შემთხვევაში ну აი თავიდანვე ასე იყო. ძალიან რთულია ფოტოგრაფიას აგზა ისეთი ეფექტი რაც სხვა რაღაცას არ აქვს. აი გახსოვთ ამბობს მაგაზე აქცენტი რომ აღდგომის ღამეს დაჩოქება არ ხდება. არავის არ გაუკეთებია და ეს სტატისტიკა ადამიანებმა აი ეს დეტალი არის ხო არის ცოტა რამხელა და აი მაგალითად ყოველ ბევრ ადამიანს უნდა ახსოვდეს ის ფოტოკოლაჟი რაც გავსწრდა ობამასთან დაკავშირებით, რომელიც მე მგონი იყო სამხრეთ აფრიკაში ჩასული, სადაც ჩანს როგორ ელაპარაკება ჯერ რაღაც მე მგონი რაღაც ქალი პრემიერ-მინისტრი რაღაც კოლეგა, მერე ფოტოს იღებს და გვერდზე გაბრაზებული მისი მეუღლე რო ზის ეს და მერე რო აჩვენებს შემდეგ ფოტოში რომ უკვე ადგილები როა გაცვლილი და ეს მეუღლე რომ ამ ქალსა და ობამას შუა ზის. და მე წავიკითხე სხვათა შორის აი ამ ფოტოების ავტორის ფოტოგრაფის ზურგცელი რაღაცა ინტერვიუ თუ რაღაც განმარტება სადაც იძახის რომ აი ეს ყველაფერიო აბსოლუტურად არ გამოიყურება სიამოვნებაში საერთოდ არ იყო ისე როგორც შტაბეჭდილება რა ინტერპრეტაციაც მიიღო კადრების დაჭერა მოხდა იმდაგვარად რომ საბოლოო ჯამში აი ეს ნარატივი აიღო ანუ ადამიანები ფოტოებით მე რომ თითქოს ის მეუღლესთან ერთად ეკუთვნებოდა ქალბატონს და ხო და მეუღლე გაბრაზდა სინამდვილეში მსგავსი არ ხდებოდა ჩვეულებრივად რო გეყურებინა მაგრამ ის კადრები რო გადავიღე და გავრცელდა შემდეგ იქიდან ეს ამბავი იკითხებოდა ეს ესე არისო იმიტომ რთულია ხომ ამ ფოტოგრაფიის ძალაც სწორედ ეს არის და ამიტომაც არსებობენ კარგი და მაგარი ფოტოგრაფები ხო და რთულია ამითი მსჯელობა ბევრნაირი ფოტო შეიძლება გავრცელდეს და ეხა ის დაჩოქილი ისინი ზააკაშვილი გვინახავს და სხვები და ყველა კოლექტიური დაჩოქვები გვინახავს ხო აი მაგრამ ეს არ არის ხა მთავარი გეუბნეთ ეს ისევ ალბათ ადამიანის ქცევის ფაქტორია და კიდევ იმისი როგორ ერთი მხრიდან როგორ ხდება ამის მიწოდება მეორე მხრივ როგორი არის ამ რაღაც მოთხოვნა ამაზე რომ ეს ადამიანებმა რაღაც ნახონ თუ გაიგონ არ ვიცი ხა ეს ვინ რამდენად გამოიკვლია ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი არის რაღაცა პროცესი, აი წეგან ვისაუბროთ იმაზე, რაც არის მარადიული პროცესი, სანამ ეს დედამიწა არსებობს, ეს კამათი რელიგიის გარკვეული ასპექტების შესახებ მუდმივად იქნება, ხო, რაღაც სიღრმეში ადამიანები ვეღარ შედიან, მაგრამ აი გარემო გამოვლენებაც. არის პოლიტიკური ჯგუფებიც აწუხებს ხოლმე რელიგიური თემების საზოგადოებრივი ნდობა, ან გავლენა, ან ასე შემდეგ, რომელიც ნამდვილად არსებობს და ეკლესიის პოლიტიკურ კონკურენტად მიიჩნევენ. აი ეს შეიძლება ზუსტად ითქვას, რომ ნამდვილად ესე ხდება ეკლესიის საქმე. ამიტომ აგონებს მე ამ ტიპის დავებიდან ისეთი ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან ამ პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმულები, რაღაც კონკურენტის
ექლესიასთვის რეპუტაციის შელახვა არის თითქოს რაღაც მათი მიზანი ხო, იმიტომ რომ ეს ანუ ადამიანების ცხოვრება და ამ ჯგუფების ცხოვრება მთლიან პოლიტიკური დღის წესრიგით არის განპირობებული. ამას ვიზახი რომ პოლიტიკა მოიცვა მათი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო. ისინი უკვე აი ამ აღსარებლობის მატარებლები არიან და უკვე შეიძლება ვიხმაროთ ესეთ ტერმინი როგორც არის პოლიტიკური სექტა, პოლიტიკური აღსარებლობას ვთქვი და ამ აღსარებლობის მატარებელ ჯგუფს შეიძლება უკვე რაღაც სექტა ეწოდოს, იმიტომ რომ ხა რელიგიად ნამდვილად ვერასდროს ჩამოყალიბდება. ხო და მაგრამ ეს დანარჩენი უკვე ჩვენ ვარ დინამიურ პროცესში, იმიტომ რომ აი ამ ფორმების გამომუშავება როგორ არის ანეთ არის ეხლა ხდება სწორედ, ხო? სხვა ქვეყნებში გარკვეული ჩამოყალიბებული ფორმა არსებობს. საზოგადოება, ანუ პიარის ინსტიტუციებსა და რელიგიებს შორის, ხო, ურთიერთობის და ეს რა ფორმას იღებს და როგორ არის, თქვა ინგლისში, როგორ არის ამერიკაში, როგორ არის საფრანგეთში, როგორ არის დედოფალი რა შემთხვევაში ულოცავსი კენტერბერიის არქიეპისკოპოსის როლი საზოგადოებრივი, რანაირად ის რაღაც დაალაგებულია და ჩვენ მოვდივართ საერთოდ 70 წლიანი სრულიად სხვა ტიპის წარსულიდან გადავედით და ამ დროს ჩვენ დავუშვათ ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობა და გამოსწორება მანამდელი ფორმები. ჩვენი ტრადიცია გვაქვს და ეს არის ჩვენი ტრადიცია სწორედ ამას ვამბობ რომ ეს სახელმწიფოს მართველები, მართველი ელიტა და არა მხოლოდ ისინი პოლიტიკოსები აღდგომაზე და შობაზე ესწრებიან ამ იმას რა ქვია. ხო და ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა და არასაბჭოთა პერიოდში, ანუ საბჭოთა ადამიანები აღმოჩნდნენ პოსტსაბჭოთა პერიოდში, სადაც შეზღუდვები არ იყო და ჩვენ ნახეთ რომ რუსეთის მაგალითზე უფრო კარგად შეიძლება დაგვირება ჩვენს რაღაც დიდი სივრცის ნაწილი ვართ ამ ხრივ და რომ ეს ქვეყანაში ცხოვრობთ. იმიტომ რომ იქ ეს კომუნისტური იდეოლოგია ჩაანაცვლა, ანუ საბჭოთა იმპერიის სიძლიერე მოსწონთ, მაგრამ რელიგია, თქვა ისე ქრისტიანობა დაბრუნდა და არა ათეიზმია, რაღაც კომუნიზმი ის რაც იყო. სტალინის მიერ შემოღებული როგორც პრაქტიკულად რელიგია, ხო? და შემდეგ ამის შემდეგ რა ხდება? ამ ფორმების გამომუშავება ხდება და არის ძალიან ფუნდამენტური სხვაობები იმ პროცესებთან, რაც რუსეთში ხდება და რაც ჩვენთან ხდება, იმიტომ რომ პრაქტიკულად სხვადასხვანაირად არის. ესეც რუსეთშიც ეს პატრიარქები იცვლებოდნენ, ჩვენ ყავს პატრიარქები ბოლო 40 წელია პრაქტიკულად უცხოეთად მართავს ქვეყანას და აი ამ საზოგადოებრივმა რეფორმაციებმა მის ხელში გაიარა და პრაქტიკულად მან მოახდინა როგორც ეკლესიის აღორძინება, ასევე ამ ეკლესიის ადაპტირება ძალიან რევოლუციურად ცვალებად ქართულ საზოგადოებასთან რუსეთში საერო ხელისუფლება მემკვიდრეობით გადაეცემა ბოლო წლებია ჩვენთან რევოლუციურად ვითარდება იქ პატრიარქები იცვლებიან ჩვენთან პატრიარქი არ შეცვლილა და სხვა რეალობაში ვარ შესაბამისად და არანაირ ფიქრობს ხოლმე იმაზე რომ როცა პატრიარქს აკრიტიკებენ რომ აი პატრიარქმა რა შეიძლება რამხელა ძალაუფლება კრეები შეიძლება გააკეთოს რომ მოუნდეს და რას არ აკეთებს იმიტომ რომ ზუსტად ამას უწევს ანგარიშს აი მის ხედვაში არსებულ მოდელს რომ რა არის ეკლესიის როლი რა არის სახელმწიფოს როლი და ჩვენ რაღაც ბიზანტიური ტრადიციაში ვართ სადაც ყოველთვის ეკლესია არ დგას სახელმწიფოზე მაღლა აქედან გამომდინარე ხდება გარკვეული ამ ეტიკეტის დაცვა და შესაბამისად ჩამოყალიბდა ყველაფერი ჯერჯერობით ისე როგორც ჩამოყალიბდა და დანარჩენი ისე ვამბობ არის ადამიანების პიროვნული არჩევანი პოლიტიკოსების ისინი როგორ მოიქცევიან და მე რა თქმა უნდა ვისურვებდი რომ პოლიტიკოსი პირველ რიგში თუ რაიმე აღსარებლობის მატარებელია ის მართლა გულწრფელად იყოს არა ზედაპირული ქრისტიანი ან მუსულმანი ან სხვა აღსარებლობის მატარებელი ამათ რეალურად ის აღსარებლები ბევრად უფრო ბუნებრივად გამოჩნდება ეს ყველაფერი და ძირითადად ჩფოთავენ ადამიანები გარედან, აი ეს არის, ანუ ის მოლაპარაკე თავები ვინ საზოგადოებაში გარკვეულ რაღაც აზრებს ტირაჟირებს არიან ხოლმე არა თვითონ შიგნიდან რომელიმე აღსარებლობიდან კი არ ხდება ეს კრიტიკა რომ ეს ისე რა მე მაგალითად როგორც ქრისტიანმა შეიძლება პრემიერ-მინისტრს უსაყვედრო რომ აღდგომის ღამეს რატო დაიჩოქა და მას საერთოდ სხვა ადამიანს პრეტენზია აქვს იმას რომ რა უნდა პრემიერს ეკლესიაში რატო გადმოიცემა აღდგომის ლიტურგია იმით რა ქვია ტელევიზიით ან საერთოდ პატრიარქი რატო ფიგურირებს ენდიაის გამოყენებაში ანუ მათ ისინი განიხილავენ რელიგიას როგორც მხოლოდ ერთი განზომილებით, რომ ეს არის პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელი. ამ დროს ეკლესია და პირველ რიგში ხა პატრიარქის მაგალითზე შეიძლება ნამდვილად ითქვას, რომ ის საერთოდ არ ცდილობს ამ პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭას. ჩვენ გაგეგე რომის პაპების გამოცდილება ისტორიული ძალიან ხანგრძლივი და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი როგორ შეიძლება დღეს გამოიყენოს. ხოთაშორის მისი ეპისტოლე არ გახდა წელს დავისაგანი და არ გახდა მარტივი მიზეზი, იმიტომ რომ მე ყურადღებით წავიკითხე ეს ეკლესია და ძალიან ცოტა არის და თითქმის არ არის იქ საუბარი რაღაც საზოგადოებრივ პოლიტიკურ
თემებზე. ეს აქ ძირითადად მოცემულია ეს სულიერი დარიგება, სწავლება და თან ისეთი ფორმით, რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ ქრისტიანისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, ვინც საქართველოს ცხოვრობს, იმიტომ რომ ეს ქრისტიანობა არის სხვადასხვა ასპექტებით წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის და არის ძალიან დიდი ნუგეში ჩადებული თქვა სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის, რომ მოდით რაღაცა არ ღირს სასოწარკვეთილება ასე შემდეგ. და მაგრამ ეს კომპონენტი ყველა ეპისტოლეში ყოველთვის ფიგურირებდა და ეს არის მათთვის სხვადასხვა ტიპის მსმენელისთვის, რომ ყველა ადამიანმა გაიგოს. ეპისტოლე იმისთვის არ იწერება, რომ თქვა და ადამიანმა რაღაცა ხინჯი ეძებოს და შემდეგ აკრიტიკოს, არამედ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა ნახოს მან რაღაც საერთო და ყოველ შემთხვევაში ეს კომპონენტი საზოგადოებრივი პოლიტიკა ძალიან პატარა, რაღაც ერთი პასაჟი იყო, მხოლოდ დანარჩენი მთლიანად იყო ამ რაღაც ეკლესიის შესახებ. ეს განყოფილება, მაგრამ აქაც შეიძლება წავიკითხოთ გარკვეული გზავნილი იმ კუთხით, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრებაში ეს პოლიტიკური ნებათაღელვა უკვე სიმძაფრე მოაკლდა, გადადის ყველაფერი რაღაც ბევრად უფრო მშვიდ არხში, თუ თავს დავანებებთ, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად ხდება გარკვეული რაღაც თემების დაძაბვა ხოლმე, ისე გარკვეული პოლიტიკური დღესასწაულის გამო და უკვე წინ მოდის უფრო ეს რეალიტეტი, ანუ ჩვენ აღარ ვდგევთ აპოკალიფტური არჩევნის წინაშე, ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე არ ვდგევთ, ეს ყოველი საარჩევნო წელი იყო ეს ყოფნა არ ყოფნა და რაღაც ისეთი სამყაროსასწრო შეტაკება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. თუმცა ბევრნი ამით გვიწევს დამთავრება, ბევრნი მაინც ფიქრობენ, რომ ეს არჩევნები სულაც არ იქნება მშვიდი, იმაზე მშვიდი, ვიდრე ოღონდ განსხვავებული იქნება, რა თქმა უნდა 2012 წლის არჩევნები აბსოლუტურად სხვა ტიპის არჩევნები იყო, თუმცა აი ეს სწორედ იმ სურათის გამო, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ რაღაც მაღალი ნდობა, არც ერთს მათ შორის, ეს არის ამ არჩევნების სირთულე და ამ დაბალი ლეგიტიმაციის გამო ნებათაღელვა შეიძლება იყოს. თავარი არის, რომ ჩვენ ჩავჯდეთ თვითონ საარჩევნო ისეთ პროცესში რა, ანუ ძალადობის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მით უმეტეს რაღაც სპეციალური რაღაც ძალოვანი სტრუქტურების გამოყენება არ მოხდეს და ეს პრეცედენტი მოხდეს. ეს პრეცედენტი მომხდარი არის უკვე წინა ორ არჩევნებზე, მაგრამ ის არჩევნები არ იყო მაშინ პოლიტიკური რეიტინგების ბალანსი სხვანაირი იყო. ეხა ხო რეალური ძალაუფლების ტრანზიცია ხდება, ხო, იმიტომ რომ თავარი ძალაუფლება დღეს არის მთავრობაში, პრემიერში და ამას კიდე პარლამენტი ირჩევს, ხო? და ეს არჩევნები ჯერ არ ჩატარდება. ეს არის ის ბოლო ყველა არჩევნები ჩაატარა დღევანდელმა ხელისუფლებამ და ეს პარლამენტი არის ბოლო არჩევნები, და ბოლო პარლამენტის არჩევნები ჩაატარა წინა ხელისუფლებამ. ეს იქნება ის არჩევნები თან ამავე დროს ძალაუფლების გადაცემისთვის, რომელსაც ეს ხელისუფლება ჩაატარებს, აქამდე ყველა არჩევნება არავის არ თქოს არასდროს ჩაიარა. თავარია რომ აი ეს თავარი არჩევნები ძიგივენაირად ჩატარდეს. და ახლა ჩვენ სხვა თემაში გადავედით. ხო, ხალხის არჩევნები მივიღოთ, მაგრამ ეს თავარი ეს სხვა თემა არის, თავარი თემა. ოკეი, თავარი თემა და ამაზე ვილაპარაკებთ. პოლიტიკურ ბალანსს და ბევრად უფრო სწორად მოხდება საზოგადოებრივი განწყობების ასახვა მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. კარგი, ძალიან კარგი. ჩვენი სტუმარი იყო გურამ ნიკოლაშვილი, ეს იყო გადაცემა შუაკვირა, მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, მადლობა. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუაკვირა.